ერთ თემას შევეხები. საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს იმის დაბრალება, რომ არის MMA-ის ექსპერტი და მე გეტყვით, რომ ეს ასე არ არის, როგორც ჩაჭრილებშია. დამიჯერე, ეგრე არ არის. ადიდასი ჯობია პუმას. MMA ექსპერტი საქართველოში არ არსებობს. არც მე ვარ MMA-ის ექსპერტი, შეიძლება ქართულ MMA-ში იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე სხვებმა ოდნავ მეტი და ზოგადად შეიძლება MMA-შიც უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს სხვადასხვა რაღაცებზე, მაგრამ რეალურად MMA-ის ექსპერტი საქართველოში არ არსებობს, ასევე არ არსებობს ნორმალური ჟურნალისტი საქართველოში, არიან რამდენიმე და ცალხელზე ჩამოსათვლილი ადამიანები, ოღონდ ჟურნალისტები და ცალხელში გულისხმობა აი ამდენ თიც და არა ამდენს. ვინც MMA მეტნაკლებად იცის, დანარჩენებს უყვართ დაბრალება, რომ MMA იციან და შეუძლიათ ადამიანებს ჭკუა დაარიგონ MMA-ის გარშემო და ცუდი ტენდენცია, იმიტომ რომ ვინც ორ დაპირისპირებას უყურა და 3 ივენტს უყურა ლაივში, ყველას ჯონია რომ უფლება აქვს MMA-ზე ისაუბროს და ადამიანებს რაღაცები ასწავლოს. ამაში გულისხმობ რას? ტიპები დაჯდებიან ხოლმე, ინგლისურად წაიკითხავენ ინფორმაციას, რუსულად წაიკითხავენ და მერე თარგმნიან ქართულად და იბრალებენ რომ თავიანთი აზრია ეს ყველაფერი და ძალიან ცუდია, მერე ხდება ამ ყველაფრის სხვა ადამიანების თავზე მოხვევა ამ ინფორმაციის და მერე ეგ ადამიანები სხვადასხვა გვერდზე, სხვადასხვა კომენტარებში ამ აზრს წერენ ისე რომ იმის იდეა წარმოდგენა არ აქვს რა ხდება. ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება რომ სწორი Facebook გვერდები, სწორი Instagram გვერდები, სწორი ქართული news web გვერდები და ძირითადად უფრო ინგლისური web გვერდები შეარჩიოთ იმისათვის რომ სწორი ინფორმაცია მიიღოთ, რომ შემდეგ არ გეგონოთ რომ ილია თოფურია შეიძლება ოდესმე დაუპირისპირდეს ფრენსის განუს, ილია თოფურია ოდესმე დაუპირისპირდეს ჯონ ჯონს, მერაბ დვალიშვილმა რომ იბრძოლოს, ეხა ჩანიშნულია ძმა მერაბი იბრძოლებს, იმა ხაბიბი ბრუნდება მერაბთან ძმაო, თუ არ დაწეთ ეგეთ რაღაცებს იმის გამო რომ Debil News-ზე წაიკითხეთ Debil News-ი, ძალიან დაეხმარებით MMA-ის განვითარებაში. ეს მინდოდა მეთქვა. მადლობა დიდი ვინც მომისმინეთ და თუ ოდნავ მეთანხმებით ამ ყველაფერში.